ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, სადაც წლიდან წლამდე ფასდება მიღწეული წარმატებები, გამოწვევები, რომელიც შეიძლება სექტორში არსებობდეს პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ეს არის, რა თქმა უნდა, პაციენტის უსაფრთხოება უმთავრესი ამოცანა, რასაც უნდა ემსახურებოდეს მთლიანად ჯანდაცვის სისტემა. წლევანდელ წელს აღინიშნება კონკრეტული მიმართულებით ეს დღე, რომელიც უკავშირდება ახალშობილთა უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ დღესთან დაკავშირებული ყოფილიყო ჩვენი ღონისძიება და აქტივობა ამ დღის აღსანიშნავად, რომელიც ასევე ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ შევიკრიბეთ სექტორის დარგის წარმომადგენლებთან, ექიმებთან, კლინიკებთან ერთად სამსჯელოდ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს სამომავლოდ ჩვენი აქტივობები იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც ქვეყანას აქვს, კიდევ უფრო მეტად დიდ წარმატებაში გადაიზარდოს და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ხარვეზები, ნაკლოვანებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს, არც ერთი არ დარჩეს ჩვენთვის შეუმჩნეველი და თითოეულ ამ ხარვეზს მოეძებნოს კონკრეტული გამოსავალი გაისად, როდესაც 17 სექტემბერი კვლავ აღინიშნება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დღევანდელი დღე 17 სექტემბერი აღიარებულია დღედ, როდესაც ყველაზე მეტად თქვათ, როგორიც არის ახალშობილი ნეონატოლოგიური ასაკის ბავშვები, რაც შეიძლება მეტ უსაფრთხო გარემოში კურნალობას განაგრძობდნენ და სამინისტროს მიერ სწორედ დღევანდელი ორგანიზება ეძღვნებოდა ამ საკითხს და სწორედ ამ საკითხის პოპულარიზაცია გამოიწვევს უკეთეს ჯანდაცვას ქვეყნის განვითარებაში. პაციენტის კურნალობის პროცესში სამედიცინო საქმიანობაში პაციენტის უსაფრთხოება ძალიან მთავარი წამყვანი ადგილი უჭირავს. ეს ის თემა, რომელიც მუდმივად თან დაგვდებს პაციენტის კურნალობის პროცესში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ყურადღების გამახვილება და მკურნალობის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი რგოლია.